ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემა არამიწერის სიცოცხლის ძიებაში შეიძლება დაგვეხმაროს. The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასტრონომებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც უცხო პლანეტელებზე მონადირეებს ბევრად უფრო მცირე გამტარიანობის რადიოსიგნალების დაფიქსირების საშუალებას მისცემს. საუბარია ისეთ სიგნალების დაჭერაზე, რომლებსაც ჩვენს კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისას ვიყენებთ. მეთოდის გამოსაცდელად მკვლევრები დააგვირდნენ TRAPSIT-1-ის ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 41 სინათლის წლითაა დაშორებული. მის ცენტრში არის წითელი ჯუჯა, გარშემორტყმული 7 კლდოვანი დედამიწის ზომის ეგზოპლანეტით. საინტერესოა, რომ აქედან 3 პლანეტა სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტებზე წყლის შენარჩუნება და შესაბამისად სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ უცხოპლანეტელების კვალი ვერ დააფიქსირეს, დადასტურდა, რომ ახლად შემუშავებული ტექნიკა მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია კოსმოსში ისეთი სიგნალების დასაჭერად, რომლების შორს გასაგზავნად არ იყო გათვლილი. ასეთ დროს ძირითადად ძლიერ სიგნალებს ვეძებთ. ჩვენს მიმღებებს მგრძნობელობის განსაზღვრული ზღვარი აქვს. ეს ნიშნავს, რომ უნებლიეთ გაგზავნილი სიგნალის დაჭერა რთულია. თუმცა ახალი ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ დავაფიქსიროთ ისეთი სიგნალები, რომლებსაც კოსმოსური ხომალდი აგზავნის, თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ნიკ ტუსეიმ. უცხოპლანეტელი ცივილიზაცია ჩვენსას რომ ჰგავდეს. მათი მიერ გაგზავნილი სიგნალების ჩვენი სიგნალების მსგავსი იქნება. საუბარია ზონდებისა და როვერების მიერ გაგზავნილ სიგნალებზე, რომლებსაც ნაკლები ენერგია სჭირდება. შესაბამისად, მათ დიდ მანძილებზე დაფიქსირება რთულია. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მკვლევრები პლანეტების ოკულტაციას დაელოდნენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი პლანეტა მეორე პლანეტის წინ გადის. ჩვენი პერსპექტივიდან, ეს ერთი ციური სხეულიდან მეორე ციური სხეულისადმი გაგზავნილი სიგნალის ჩაწერის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი სიგნალის დაჭერის მიზნით მკვლევრებმა ალან ტელესკოპ RI რადიოტელესკოპების დიდი კომპლექტი გამოიყენეს. ასტრონომები TRAPSIT-1 სისტემას 28 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ასტრონომების პროგნოზით პლანეტებიდან 2200-მდე რადიოსიგნალი უნდა წამოსულიყო, რაც დაკვირვებასთან თანხმდრაში აღმოჩნდა. აქედან უცხოპლანეტელების მიერ წარმოებული სიგნალი არც ერთი იყო, თუმცა თავად ფაქტი, რომ ასტრონომებმა რადიოსიგნალების დაჭერა შეძლეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. TRAPSIT-1 სისტემა შედარებით ახლოს არის დედამიწასთან და ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მისი პლანეტების ორბიტების შესახებ. ეს მას შესანიშნავ ბუნებრივ ლაბორატორიად აქცევს, ახალი ტექნიკის შესამოწმებლად. მეთოდები და ალგორითმები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროექტისთვის, საბოლოოდ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ვარსკვლავურ სისტემებზე.